მოგესალმებით. კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ ვახოსანაიას ამბებს 16 საათზე. დღევანდელი გადაცემა მთლიანად დაეთმობა პოლიტიკას. ახალი საარჩევნო ბლოკი, ვაშაძე ჯაფარიძე ახალი არჩევანი, ეს იქნება ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემა. 2 საათიან გამოშვებაში ჩვენ მოვისმინეთ ზურაბ ჯაფარიძის პოზიცია, ის ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო. ახლა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის მოსაზრებებს მოვისმენთ. სულ რამდენიმე წუთში მანანა ნაჭყებია უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. საარჩევნო თემატიკაზე საუბარს განვაგრძობთ უკვე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელთან ერთად. ოდნავ მოგვიანებით გიორგი გუგავა იქნება ჩვენი სტუმარი და დასკვნით ნაწილში გადაცემის მიწურულს გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გასული კვირის ყველაზე მთავარ საკითხებზე უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. ჩვენი პირველი სტუმარი, როგორც გითხარით, არის მანანა ნაჭყებია. მოგესალმებით, ქალბატონ მანანა, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს, როდესაც პრეზენტაცია იყო ახალი საარჩევნო ბლოკის, მამუკა კაციტაძემ თქვა, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები წარსულის შეფასებასთან დაკავშირებით, მაგრამ გვაქვს ერთიანი ხედვა მომავალთან მიმართებით. რატომ გახდა ამ აქცენტის გაკეთება საჭირო? გარკვეულ დისკომფორტს ან უხერხულობას ხომ არ ქმნიდა თქვენთვის ის, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრებთან მოგიწიათ საარჩევნო ბლოკის შექმნა? მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, როდესაც ამ ბლოკის შექმნაზე ვფიქრობდით ჩვენ, ვითვალისწინებდით იმასაც, რომ ჟურნალისტებსაც, საზოგადოების გარკვეულ ნაწილსაც, ექსპერტებსაც და ზოგადად შემფასებლებს ექნებოდათ ასეთი კითხვა, რატომ ახალი მემარჯვენეები, რომელიც ყოველთვის მკვეთრად იყვნენ დაპირისპირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, რატომ აღმოჩნდნენ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებსაც ნაციონალურ მოძრაობაში ჰქონდათ გატარებული პოლიტიკის ბევრი წლები, ანუ მათი წარსული ძირითადად დაკავშირებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან და ბუნებრივია ამის ანალიზიც გაკეთდა პარტიაში, ეს ნაბიჯები ისე არ გადადგმულა. ჩვენ განსხვავებით იმ ადამიანებისგან, იმ პოლიტიკოსების ნაწილისგან, ექსპერტებისგან, რომლებიც სამწუხაროდ ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ დაპირისპირება შეიტანონ საზოგადოებაში, როგორ გითხრათ, შურისძიების მუხტით არიან ახსავსე, მუდმივად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ამით იცხოვროს ქვეყანა, ამ დაპირისპირებით, ვინ ვისთან არის, ვის რა წარსული ჰქონდა, ვისაც წავიდა, ვისაც წამოვიდა. განსხვავებით ამათგან ფიქრობთ, რომ დღეს ქვეყანაში არის აბსოლუტურად სხვა დრო, სხვა მოთხოვნები და ჩვენს ქვეყანას ჭირდება განვითარება. ამ განვითარებაში ვინ რა წვლილს შეიტანს, ამაზეა მთავარი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის, რომ ვეძიოთ ვიღაცაში მტერი. ეს ერთი. მეორე, იცით, დღესაც იყო სოციალურ ქსელებში რაღაცა ტიპის შენიშვნები და მეც მომიწია პასუხისგაცემა ასეთ კითხვებზე და აქაც გეტყვით, იცით, რატომღაც ხდება ასე, რომ თუ თქვათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები წამოვლენ ამ პარტიიდან და მიდიან ქართულ ოცნებაში, გეგონება ქართული ოცნება ინდულიგენცია იყოს და რაღაცნაირად მიტევება იყოს ყველაფრისთვის, მაშინ ქართული ოცნების მომხრებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს და ისინი აცხადებენ, რომ რა მოხდა, საჭიროა, იგივე უმრავლესობის დაკომპლექტების დროს მოხდა ასე და იგივე მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი არიან ყოფილი ნაციონალები, ხო? ვერ ხვდებით, იცით, სიმართლე გითხრათ, რატო ხდება ეს ახალ მემარჯვენეებთან მიმართებაში, იმიტომ რომ თუ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები გამოდიან, ქმნიან ცალკე პარტიას, ცალკე ბლოკს ქმნიან. რატომ არ არის ეს, თქვათ, მისაღები ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის? ძირითადად მნიშვნელოვანია ერთი თემა, ხომ, რადგან თავად თქვენმა პარტიამ გააკეთა აქცენტი ამ წარსულთან დაკავშირებით პრეზენტაციაზევე. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ აპირებთ მოსახლეობას ესაუბროთ მხოლოდ მომავალზე, თუ გარკვეული პასუხების გაცემა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოგიწევთ იმ წარსულზეც, ვისთან ერთადაც გაერთიანდით, ხომ? ბატონი მამუკა ეტყვის, რომ ან თქვენ, რომ იცით, ჩვენ მომავალზე დაგელაპარაკებით მხოლოდ და თუ კი მაგალითად ვაშაძეზე, ჯაფარიძეზე, ნაციონალურ მოძრაობაზე იქნება ლაპარაკი, ამაზე მამუკა კაციტაძე არ გასცემს პასუხს. არა, ერთი მხრივ რა თქმა უნდა ბუნებრივია, გეთანხმებით, რომ ასეთი კითხვები უნდა იყოს ვაშაძესთან და კუბლაშვილთან და ჯაფარიძესთან, ბუნებრივია და არა ახალ მემარჯვენეებთან, ყველა თავის წარსულზე აგებს პასუხს, მაგრამ ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით და მოვედით მათთან ერთად, გარკვეულწილად ეს ნიშნავს პასუხისგებლობის გაზიარებასაც, ხო?
არა მხოლოდ ის რომ საერთო მიზნები გვაქვს, არა მხოლოდ ის რომ საერთო ამოცანები გვაქვს, ამ შემთხვევაში ბუნებრივია პასუხისგებლობაც საერთო უნდა იყოს და მე სწორედ აქედან გამომდინარე პასუხობთ რომ რატომ ხდება რომ ნაციონალი ქართულ ოცნებაში არის მისაღები და ნაციონალი დამოუკიდებლად და სხვა ბლოკში არის აბსოლუტურად მიუღებელი ვიღაცისთვის. ამიტომ ამ ადამიანებს ვინც ამ მათრახს იყენებენ ახალი მემარჯვენეების მიმართ ზუსტად ეს მინდა უთხრა და მე რაღაც არ ამგონია რომ ისინი ასეთი მყირალა განცხადებებით გამოსულიყვნენ ქართული ოცნების მისამართით, როდესაც იქ გადაბარგდა ნაციონალური მოძრაობის ძალიან დიდი უმრავლესობა. და მეორე ვახტანგ, მე ასე მგონია რომ თუ ჩვენი ქვეყნის განვითარება გვინდა, თუ ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვა გვინდა, ამ შემთხვევაში უნდა დავანებოთ ამ ყველაფერს, იცით თავი და ორიენტირებული უნდა ვიყოთ მომავალზე. ეს არის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდ დროს უთმობთ ქვეყანაში იმის განხილვას რა იყო და როგორ იყო. დამთავრდა ქართული ოცნებამ და მე მიუხედავად იმისა რომ ოპოზიციაში ვარ, არ შემიძლია რომ თქვათ ობიექტური არ იყო და არ თქვა რომ გააკეთა ის 2012 წელს რომ მშვიდობიანად, აბსოლუტურად მშვიდობიანად გადაიბარა ხელისუფლება და დამთავრდა ერთი ეტაპი ჩვენმა სახელმწიფომ ამისა გაიარა. ჩვენ უკვე გვჭირდება მეორე, მესამე ეტაპი, როდესაც მშვიდობიანად გადაბარდება ხელისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ყველა ის ბლოკი თუ პარტია თუ გაერთიანება, რომელიც ამ არჩევნებზე იქნება მშვიდობიანი, იქნება კონსტრუქციული, იქნება ორიენტირებული ქვეყნის მომავალზე, ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ის რომ მუდმივად აი ასეთ რაღაც დაძაბულობაში. ზურაბ ჯაფარიძემ 2 საათიან გამოშვებაში თქვა, რომ ჩვენ სხვებსაც მოუწოდებთ, ჩვენ არა ვართ დახურული პოლიტიკურ ველზე, ვისი მოსაზრებებიც ემთხვევა საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებში ჩვენს მოსაზრებებს, ჩვენ მათთანაც ვაპირებთ და გვაქვს კიდეც კონსულტაციები. ანუ შეგიძლიათ უფრო მეტი კონკრეტიკა შეიტანოთ ამაში, ვინ არიან ეს პოლიტიკური ძალები, ვისთანაც კონსულტაციები იმართება, სად ეძებთ პოტენციურ მოკავშირეებს და რამდენად დიდია შანსი იმისა, რომ ეს საარჩევნო ბლოკი კიდევ უფრო გამსხვილდეს. როდესაც ჩვენ ფიქრობდით ამ ბლოკის შექმნაზე და ფიქრი არ დაგვიწყია გუშინ და გუშინ წინ, ძალიან დიდი ხანია ფიქრობდით, პარალელურად ამას უძღოდა ჩვენი ახალი მემარჯვენეების ლიდერების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს, როდესაც ასე მომრავლდა რუსეთზე, ყოფილ საბჭოთა კავშირზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალები, როდესაც ღიად ხდება განცხადებების გაკეთება, რომ ჩვენ უკან უნდა დავბრუნდეთ საბჭოთა კავშირში, ბუნებრივია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური პარტიებით დაკომპლექტებული, იმიტომ რომ რუსული ორიენტაციის პოლიტიკური პარტიებისგან ადვილი მოსალოდნელია ის, რომ მათ მოახერხონ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ყველა ის პარტია, ვისთვის მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლური, იქნება ჩვენი მოკავშირე. ვაკეთებდით ასეთ განცხადებებს ღიად, იყო რა თქმა უნდა ცალკეული შეთავაზებებიც. ეხლა ზოგთან იყო ასეთი ზარი გაშვებული, რომ აი ხო არ დაგველაპარაკა და მათი მხრიდან იყო, რომ თუ ამაზე გინდათ დალაპარაკება, მაშინ ჩვენ დამოუკიდებლად ვაპირებთ გასვლას. ნაწილისგან იყო, რომ რატომაც არა დავჯდეთ და დავილაპარაკოთ. აი ამ დალაპარაკების შედეგად ამ ეტაპზე გამოვიდა ეს. რა გამოვა შემდეგში? ჩვენ დღეს განვაცხადეთ და ვთქვით, რომ კარი ღია იქნება და დღესაც მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლური პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია. კოორდინირებული ქმედება მინიმუმ. ყოფილ წევრებთანაც ხომ არ გაქვთ? რა თქმა უნდა, ბუნებრივია. თუ კი ვამბობთ ახალი მემარჯვენეებიც, გირჩიც, ვაშაძის პარტიაც, რომ ამოსავალი არის დასავლური ძალების ერთად დგომა, იდეოლოგიური ღირებულებების ერთიანობა, ის მყარი ფუნდამენტი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, ბუნებრივია ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა ის პოლიტიკური ძალა. გალატომანა, პირდაპირ კითხავთ, რესპუბლიკურ პარტიასთან გაქვთ თუ არა მოლაპარაკებები, რომ იცით დღეს რესპუბლიკელებმა ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება, რომ მოლაპარაკება არასოდეს ქონიათ. რა თქმა უნდა, შესაძლოა ჩვენ მოლაპარაკება არ დავარქვათ იმას, რაც იყო რეალობაში, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ და მათ გითხრეს, რომ ჩვენ არ ფიქრობთ ბლოკზე და დამთავრდა ამით საუბარი, მაგრამ ჩვენი მხრიდან კონკრეტული შეთავაზება იყო. სხვა პოლიტიკურ პარტიებთან იყო შეთავაზება, დღესაც გვექნება ესეთი შეთავაზება და დღესაც ყველას ვთავაზობთ, რომ ბევრად ეფექტური იქნება ჩვენი ერთობა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც არჩევანი დღეს არ არის გაკეთებული. ეს 57%, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ ფიქრობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას მისცემს ხმას, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ამაზე. ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ოცნებაზეც გაბრაზებული და იმედგაცრუებულები არიან, დღეს ეძებენ არჩევანს და ასეთი არჩევანი მწირია სამწუხაროდ. ვიღაცა კი ბატონო შესაძლოა თავს მოიაზრებს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერად, მაგრამ ის დღეს აცხადებს, რომ არ იცის, დაბნეულია, ჯერ
ჯერ არ გადაუწყვეტია საწავა. მე ვფიქრობ, რომ ბევრად გაუადვილებს მათ არჩევანის მიღება სწორედ აი ასეთი ტიპის გასაგებია. მე ერთი მოსაზრების შესახებ მინდა გთხოვოთ კომენტარი, მოსაზრების, რომელიც მუსირებს საზოგადოებაში, რომ ამ გაერთიანების უკან დგას ხელისუფლება, რომ თავის დროზე ვთქვათ გირჩის წევრების, შემდეგ ვაშაძის ნაციონალური მოძრაობიდან წამოსვლა შედიოდა ივანიშვილის ინტერესში და მას ჰქონდა ამაში გარკვეული ძალისხმევა, ის რომ ახალი მემარჯვენეები კარგ ურთიერთობაში არიან პრემიერ კვირიკაშვილთან, რომელიც თქვენი ყოფილი თანაგუნდელი იყო. ამის შედეგად იკვრება მოსაზრება, რომ ეს ახალი გაერთიანება შედის ხელისუფლების ინტერესებში იმისთვის, რომ ამ გაერთიანებამ ხმები წაართვას მის სხვა კონკურენტებს. რას გვეტყვით ამ თეორიის შესახებ? იცით რა შეა საქმე? მე არ ვიცი ეს ზოგადად ადამიანის ბუნება თუ ჩვენ დაგვემართა საქართველოში. დააკვირდით თელი აი ამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე. მუდმივად არის რომ ამის უკან ვიღაცა, ამის უკან ვიღაცა და ადამიანებს არ წარმოუდგენიათ რომ შეიძლება არავინ შენს უკან არ იყოს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახალი მემარჯვენეები მართლა დაგვხალა ამან იცით და მე გამოდის ხოლმე ყოველთვის რომ რასაც ჩვენ ვამბობთ თქვა ვარდების რევოლუციის დროს რომ არ შეიძლება ამ გზით, მაშინ გვეძახოდნენ შევარდნაძესთან ხარ და მე აღმოჩნდა რომ მართალი ვიყავი და ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც გვამუნათებდა რატო არ დგეხართ მიხეილ სააკაშვილის გვერდითო მე ძალიან ანტინაციონალისტი გამოდგა ხო? შემდეგ გვამუნათებდნენ და გვეუბნებოდნენ რომ ახლა სააკაშვილთან ხარ და იმიტომ არ დგეხართ ქართული ოცნების გვერდით. მერწმუნეთ შესაძლოა არსებობდეს პოლიტიკური ძალა და ეს ასეც უნდა იყოს და მოდით დავამკვიდროთ ხალხმა და ნუ დავაკომპლექსებთ პოლიტიკურ ძალებს, რომლების უკან არავინ არ მოიაზრება, მათ აქვს თავიანთი პრინციპული მოსაზრებები პოლიტიკასთან დაკავშირებით და სურთ რომ იყვნენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხელისუფლებისგანაც, ყოფილი ხელისუფლებისგანაც და სწორედ ასეთი პოლიტიკური ძალაა. მე ვფიქრობ ახალი მემარჯვენეები და ასეთი პოლიტიკური ძალები არიან დღეს მისი პარტნიორები. კიდევ ერთხელ ვამბობ, მოდით აი ეს ყველაფერი რაც უკან სწევს ქართულ პოლიტიკურ კულტურას, უკან სწევს ჩვენს ქვეყანას დავტოვოთ წარსულში და გავეხედოთ წინ. ჩვენ დღეს ერთი რამ მინდა აუცილებლად დავამატო, ჩვენ დღეს სამივე გამოსვლაში, სამივე ლიდერის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნავდით, რომ ჩვენ ეს გაერთიანება გვინდა იმისთვის, რომ ქვეყანაში პროცესები, განვითარების, წინსვლის პროცესები წავიდეს ძალიან სწრაფად. ჩვენ ვხედავთ, როგორ გადავსებულია ქართული პოლიტიკური სივრცე უამრავი პოლიტიკური პარტიით, რომელთაც აქვს მხოლოდ ლოზუნგები. მაგრამ აი მერწმუნეთ, თქვენ ნახავთ წინასაარჩევნო პერიოდში დასვამთ და კითხვებს დაუსვამთ და ელემენტარულ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ვერ განასხვავებს ცენტრალურ ბიუჯეტს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. დაუსვამ კითხვას და ვერ გეტყვის კონკრეტულად რომელი გადასახადები უნდა შემცირდეს. ანუ არა კონკრეტიკა. ამიტომ აი ამ საკადრო შიშილის დროს ეკონომიკური პროგრამა გირჩი გამოიჩნდება ეკონომიკურ საკითხებზე ახალ მემარჯვენე ხო? ამ ბლოკის წამყვანი ეკონომიკური მიმართულება იქნება ის, რაც გირჩმა შეიმუშავა? დიახ, იმიტომ რომ ის ორიენტირებულია სწრაფ განვითარებაზე. არც ახალ მემარჯვენეებს ჰქონდა არასოდეს ცუდი ეკონომიკური პროგრამა. პირიქით, მე ვთვლი, რომ ყველასგან ეს ექსპერტებისაგანაც და ოპონენტი პოლიტიკური პარტიებისაგანაც აღიარებულია, რომ ახალი მემარჯვენეების პროგრამა ყოველთვის იყო თითქმის ყველაზე კვალიფიციური და ყველაზე ესეთი სათანადო დონე, კლასიკურად მომზადებული პროგრამები ყოველთვის ჰქონდა და გვაქვს და ბუნებრივია, რომ ეს შერწყმა ის თქვათ კონსერვატიზმი, რომლითაც გარკვეულწილად ახალი მემარჯვენეები თქვათ ხასიათდებით პროგრამების შედგენის დროს და ის სიახლე, ის მუხტი, რომელიც მოდის ამ ახალგაზრდა ადამიანებისაგან გარკვეულ სიმბიოზს შექმნის და ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ დღეს გვჭირდება სწრაფი განვითარება და ამ პროგრამაში სწორედ დევს ის, რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით ველი, სადაც თქვენი გაერთიანება შედის, ანუ პროდასავლური ნიშა აქ სულ მცირე შემიძლია ამ წუთას სამი პოლიტიკური ძალა დავასახელო, ვინც ასევე ამას ამბობს, ხომ, რომ ჩვენ ვართ პროდასავლელები, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ალასანია, ბურჭულაძე, სულ მცირე სამი დავასახელე ამ წუთას. ხედავთ თუ არა მართლაც იმის საშიშროებას და რისკს, რომ აი ამ ბრძოლის დროს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თქვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გარკვეული ხმები წაიღოს, წაართვას თქვათ აი ამ დასახელებულ სამ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც ასევე არიან ქართული ოცნების კონკურენტები, მაგრამ ვერ გადალახოს ბარიერი, ანუ შეასრულოს რაღაც როლი ხმის წამრთმევის სხვისთვის და მაინც ვერ შევიდეს პარლამენტში. ამ რისკს თუ ხედავთ? მე სიმართლე გითხრათ, პირველად მოვისმინე თქვენგან ესეთი ხედვა და ალბათ ბუნებრივია თქვენ გაეცანეთ ძალკეულ მოსაზრებებს, ნამდვილად არ მგონია რომ ეს ასეა. მე ასე მგონია რომ ამ ბლოკში შემავალი სამივე პოლიტიკური ძალა არის აბსოლუტურად თვითკმარი. ჩვენ ბლოკურად ჯერ არ გავზომილვართ არც ერთი კვლევით და მე ასე მგონია რომ
რომ ეს ერთობა გარკვეულწილად ოპტიმიზმს წარმოშობს და ბევრი ადამიანს, რომელიც როგორც გითხარით 57%-ია ასეთი ჩამოუყალიბებელია, მისცემს გარკვეულწილად იმას საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს. მით უმეტეს, წინასაარჩევნო კამპანია დღეს მთლიანად არ არის ხო შესული თავის აქტიურ ფაზაში. ჩვენ მოგვიწევს ჩვენი პროგრამების წარდგენა, ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ ჩვენი ეკონომიკური პროგრამა ყველაზე სწორია. და სხვათა შორის მე სწორედ თქვენს ეთერში ვთქვი ერთხელ, რომ ახალგაზრდებთან მქონდა შეხვედრა და მათ გითხრეს, რომ ჩვენ მხარს დაუჭერთ იმ პოლიტიკურ ბლოკს თუ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ყველაზე სწორი და ეფექტური ეკონომიკური პროგრამა ექნება. ამიტომ დაინახავს ამას საზოგადოება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვექნება. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ბუნებრივია, მათაც სერიოზული შანსი აქვთ ბარიერის გადალახვის და მე არ მგონია, რომ ჩვენ რამეში ერთმანეთს ხელს შეუშლით. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ და დღესაც მინდა სავსებით გულწრფელად იცით თითოეულ მათგანს უთხრა, რომ ეს ერთობა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, თუ კი ისინიც ამ ერთობას შემოერთებიან, იქნება არა მხოლოდ რაღაც ბარიერის გადალახვაზე ორიენტირებული, არამედ იქნება ორიენტირებული უკვე ხელისუფლების აღებაზე, იმიტომ რომ მართლაც საზოგადოება დაინახავს, რომ ეს არიან ის ძალები, რომლებსაც შესწევთ ამის გაკეთების უნარი. როდესაც მე საკადრო შიმშილზე საუბრობ, ვახო, შემთხვევით არ ვახსენებ ამას, იმიტომ რომ გარკვეულწილად ის რაც ხდებოდა ქვეყანაში იწვევდა იმას, რომ მუდმივად ჩვენ ვიღაცა უნდა გადაგვეგდო და ამ დროს სამოქალაქო აქტივისტები შემოდიოდნენ ამ ბრძოლაში და შემდეგ მათ პრეტენზია უჩნდებოდათ, რომ მე თქვენს გვერდით ვიბრძოლეთ და ახლა საპარლამენტო სიაში უნდა ვიყო. ამიტომ პარლამენტში მოიყარა თავი ძალიან ბევრმა ბალასტმა ადამიანებმა, რომლებიც კი ბატონო იბრძოლეს, მაგრამ არ იციან პოლიტიკის ანაბანა პარლამენტში არ უნდა ისწავლო. ამისთვის არსებობს პოლიტიკური პარტიები და პარლამენტში როცა მიდიხარ, უკვე გარკვეული თეორიული საფუძველი უნდა კონდეს და პრაქტიკული გამოცდილება. ამიტომ აი ამ შიმშილის ფონზე მე ვფიქრობ, რომ ადამიანები დაინახავენ და დააფასებენ კვალიფიციურობას. კი ბატონო და ბოლოს შეკითხვა მაქვს თქვენთან, ეს ეხება სწორედ აი ამ ზოგისთვის ტექნიკურ საკითხს შეიძლება ასეც დავარქვათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკაში. რის საფუძველზეც ხშირად გაუგებრობები ხდება, ეს არის საარჩევნო სია. არის თუ არა რაღაც კონტურები გამოკვეთილი, როგორ უნდა შედგეს ეს საარჩევნო სია, ვის ექნება დომინანტი ადგილი ამ გაერთიანებაში, პარიტეტის მიხედვით შედგება ეს სია თუ როგორ, აი ამ პრინციპებზე თუ გაქვთ უკვე ნასაუბარი? რა თქმა უნდა, ამ პრინციპებზე საუბარი უკვე არის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სამივე პოლიტიკური ძალის მხრიდან გამოთქმულია სრული მზადყოფნა, რომ ეს არ გახდეს ჩვენთვის რაღაცა გარკვეული ბარიერები. ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, თავარი ამოცანა არის, რომ პარლამენტში იყოს დასავლური პოლიტიკური ძალები და ნებისმიერი ასეთი წვრილმანი, მოდით ამ შემთხვევაში ამას წვრილმანს დავარქმევთ. იქ პირველი ეწერება ნაჭყებია თუ მეორე ეწერება ვარშაძე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ გავდივართ ერთად, თუ არ გავდივართ, საერთოდ არ გავდივართ, ამიტომ პირველი, მეორე, მესამე ნამდვილად არ იქნება ხელისშემშლელი. მე მგონი საკმაოდ ისეთი ლიდერებია, ცნობადი ლიდერები, რომლებიც ნებისმიერი რო ჩაწეროს სიაში პირველი იქნება ძალიან ისეთი და საინტერესო ამომრჩევლისთვის, ამიტომ ეს ბარიერს არ შექმნის. მე შემიძლია დავარწმუნო ჩვენი ამომრჩეველი, რომ ამაზე ჩვენ ერთმანეთს არ წავეჩხუბებით. მადლობთ. მანანა ნაჭყებია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ახლა რეკლამის დროა, ვახოსანაიას ამბებში, რეკლამის შემდეგ კი ლეიბორისტული პარტია და მისი ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს.